ყველაფერზე პასუხისმგებელი დღეს არის ერთი სუბიექტი, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც ქვია მოქალაქეთა კავშირი და მისი ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტი. და უამრავი ფაქტობრივი მასალა არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში ვითარებების უკან და ეს ყველაფერი ძირითადად სუბიექტური მიზეზების გამო ხდება. ქვეყანაში აქვს კორუფცია და რასაც მე ვაპარაკობ, თავარი ის არის, აღიარებულია თვითონ პრეზიდენტის მიერ, თვითონ მოქალაქეების მიერ. რომ კორუფცია შეიძლება არსებობდეს მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე. სხვა შემთხვევაში ეს კორუფცია სხვა შემთხვევაში არის აპატია და წვრილმანი მამაძალობება სახელმწიფო დონეზე. კორუფცია ეხება მხოლოდ მინისტრებს, უშუალოდ რწმუნებულს, გამგებელს, ყველაზე დაბალი დონე შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილე. ერთი პასუხნაგები კაცი იქნება გამახსენებელი. მე პირადად ესეც არის.